საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება. ზოგიერთი პაციენტი რეგიონებიდანაც ჩამოვიდა. საგულისხმოა, რომ გამოკვლევის მსურველთა შორის მამაკაცებიც არიან. დღის ბოლომდე ნებისმიერ მსურველს თერაპევტი, კარდიოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, მიანგინეკოლოგი, ალერგოლოგი, ნევროლოგი და ულტრაბგერითი გამოკვლევის კაბინეტი უფასოდ მოემსახურება. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დღეს ატარებს ღია კარის დღეს, ანუ უფასო შემოწმების დღე. ეს არ არის პირველი აქცია, თბილისშია პირველი, 21 რაიონში ვართ საქართველოში ჩვენ უკვე დამყოფები, სადაც ვატარებთ ესეთ უფასო შემოწმებებს. რატო ეს უფასო შემოწმებები და რა შედეგი შეიძლება ამას მოიტანოს? პრობლემა ის კი არ არის, რომ უმკურნალოდ, როგორ არის ეს პრობლემა რთულ დაავადებს, არამედ დროზე გამოვავლინოთ ეს დაავადებები და ადამიანი რო არ გახდეს საოპერაციო, რო არ დაჭირდეს ძვირად ღირებული მედიკამენტების შეძენა. ეს არის მსოფლიო ტენდენცია, რომ პროფილაქტიკური გასინჯვები, პროფილაქტიკური მედიცინა უნდა გახდეს გამოვიდეს პირველადი უნდა იყოს და პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს ძლიერი, რომ ჩვენ ჯანმრთელი მოსახლეობა გვყავდეს. ჩვენ გავაგზავნებთ ამ აქციებს, ნახოთ დღევანდელი დღე რა შედეგს მოგვიტანს. ძალიან გულისხმიერად შეხვდნენ, ძალიან მოწესრიგებულია ექიმებთან ვიზიტი, ძალიან თბილად, ასევე ქალბატონის პატარა საჩუქარიც გავუკეთეს და უღრმესი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ აქციის ორგანიზატორებს, იქიდან გამომდინარე, რომ არის ხალხი, რომელსაც ფაქტიურად ძალიან ისაჭიროება ასეთი აქციები.